სრული ჩვენ გვეუბნება ის მოწმის სტატუსით არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებული, თუმცა მან არ იცის კონკრეტულად რა საქმეს ეხება მისი გამოკითხვა, რა საქმის ფარგლებშია ის დაბარებული, როგორც მას გამომძიებელმა განუმარტა, დაბარებულია EUTHOS მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, თუმცა დამატებითი დეტალები მისთვის არის უცნობი და ის ახლა ელოდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ზარს, თავად ამბობს უარს სუში მისვლაზე და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ელოდება. როგორც ჩანს, ქართული ოცნება ძალიან არის გაბრაზებული მოსკოვის მექანიზმის დასკვნით, ვინაიდან ბოლო 2 დღეა განსაკუთრებით ისინი მთელ შეტევის სერიას ვხედავთ ჩვენ ექსპერტზე, რომელმაც მოამზადა ეს დასკვნა და პოლონელი ექსპერტი პასუხობს ქართულ ოცნებას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ის ამბობს, რომ ყველა სიტყვა, რომელიც დაიწერა ამ დასკვნაში, არის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენებული, ეფუძნება ყველა ფაქტს, რომელიც არის აქ წარმოდგენილი თან ერთვის შესაბამისი ცნობა, მე მკაფიოდ განმარტავ ყველაფერს, ამბობს პოლონელი ექსპერტი, არის თუ არა ინფორმაცია აღებული რომელიმე დოკუმენტიდან, ანგარიშიდან თუ უშუალოდ მოვისმინებთ მტკიცებულებების შემსწრე და თვითმხილველებისგან. ეს ანგარიში ძალიან დიდი სიფრთხილითაა დაწერილი, დიდი პასუხისმგებლობით თითოეული სიტყვისადმი. ის საუბრობს მათ შორის ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით არსებულ რეკომენდაციაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, თუ საბოლოოდ დადასტურდა წამების სავარაუდო ფაქტები, ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია რომ მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სწორედ აქედან გამომდინარე იყო ჩაწერილი ეს რეკომენდაცია მისი მხრიდან. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უცნაურია ჩემი საკმაოდ დიდი გამოცდილების ჩემს წინააღმდეგ გამოყენება. ის ფაქტი, რომ მე როგორც ექსპერტს მთხოვენ სხვადასხვა ინსტიტუტს არაერთ საკითხზე კონსულტაცია გავუწიო, არანაირად უკავშირდება EUTHOS-ში ჩემს მისიას და არ არის კავშირში ჩემი დამოუკიდებლობის შეფასებასთან. მე არ ვარ პოლონეთის მთავრობის მიერ დასაქმებული პირი. მე ვარ ვარშავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 160-ზე მეტი პუბლიკაციით, მათ შორის მონოგრაფიებით მსოფლიოს საუკეთესო გამომცემლობებში. მე დამოუკიდებელ ექსპერტად მომიწვია არა პოლონეთმა, არამედ EUTHOS-მ. მე არ ყოფილვარ ჩართული მექანიზმში გააქტიურების პროცესში. მისიის დაწყებამდე, მისიის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ არავის უცდია ჩემთვის ანგარიში შინაარსთან დაკავშირებით რაიმეს შეთავაზება. ჩემს რეზიუმეს კარგად იცნობდა საქართველოს მთავრობა და საქართველომ გადაწყვიტა არ დაენიშნა მეორე მომხსენებელი. ეს გადაწყვეტილება მივიჩნია როგორც ნდობის გამოხატულება ჩემი ექსპერტიზისა და მანდატის შესრულებისას ჩემი დამოუკიდებლობის მიმართ. როგორც პოლონელი ექსპერტი განმარტავს, მისი მისია დაიწყო 11 თებერვალს და დაახლოებით 2 კვირა ჰქონდა ამ ანგარიშის მოსამზადებლად. ის შეხვდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, მას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ესაუბრა ის ირაკლი კობახიძეს, ასევე სახალხო დამცველთანაც ჰქონდა კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა მხარის მიერ შეგროვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მან დადო ის დასკვნა, რომელიც ქართულ ოცნებას ძალიან აღიზიანებს და ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ოფიციალური პასუხიც, რომ არაფრის შესრულებას ისინი ამ რეკომენდაციებიდან ფაქტობრივად არ აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის განაცხადი, რომელიც გააკეთა ქართულმა ოცნებამ EUTHOS მოსკოვის მექანიზმის დასკვნაზე ფაქტობრივად ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე ოპოზიციაში საუბრობენ იმაზეც, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე საუბრობს. ვერ გაიქცევენ იმ პასუხისმგებლობას, ვერ გაიქცევიან ხალხის მოწამვლას, ვერ გაიქცევიან ხალხის წამებას და ვერ გაიქცევიან დემოკრატიის უკუსლებს, რითაც ქვეყანა დაამსგავსეს ავტოკრატ ქვეყანას, ვისთანაც აღარ თანამშრომლობენ დასავლელი პარტნიორები და ეს არის სწორედ ასახული ამ დოკუმენტშიც. ცხადია, ქართული ოცნება ეცდება კვლავაც თავისი დღის წესრიგის შექმნას, მაგრამ მეგო როდესაც მოსკოვის მექანიზმის არგუმენტები გამოძიებული დოკუმენტაცია არსებობს, დასავლეთს ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვს ეწოლისთვის, რომ შეაჩეროს ქართული ოცნების ქმედების საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ EUTHOS
ფაქტების დამდგენმა კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და დაადასტურა ის სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ჰქონდა ადგილი, ძალიან ფრთხილად უნდა მართოთ ის მოლოდინები, რომელიც ჰააგაში ქართული ოცნების წარმომადგენლების გასამართლებას უკავშირდება, იმიტომ რომ ეს არის უფრო გრძელვადიანი და უფრო არაცალსახა პროცესი, რასაც ჭირდება ქართველი ხალხისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჭირდება მოლოდინების ძალიან ფრთხილი მართვა. არასდროს არ დასჯილა, არც იდენტიფიცირებული ყოფილა არავინ და ამას სამარცხვინოდ ამბობს ირაკლი კობახიძე, რომ ვერ მოვახერხეთო ამ გადაცდომების იდენტიფიცირებაო და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდინეთ რაღაც ცვლილებებიო, მაშინ როდესაც ეს არის ელემენტარული სტანდარტი თუნდაც საპროტესტო აქციებზე პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების მოქმედების. მან აღიარა რომ წამებას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ეს ბრძანებები მოდიოდა უშუალოდ ქართული ოცნების ხელმძღვანელობიდან და მათ მიუძღვით ბრალი იმ დანაშაულებში, რომლის წინაშეც მოუწევთ ჰააგის ტრიბუნალზე წარდგომა. ქართული ოცნება არ აპირებს არც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, არც რეპრესიული კანონების გაუქმებას, არც მოძალადეების დასჯას და არც ოპოზიციის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან გაწვევას. შესაბამისად, ახლა ჯერი არის ეუთოს წევრ სახელმწიფოებზე თუ რას მოიმოქმედებენ ისინი ქართული ოცნების ამ ქმედების საპასუხოდ.